14 წლის ბავშვმა იმშობიარა რამდენიმე ხნის წინ. არა გვაქვს პედოფილების რეესტრი. შეგიძლიათ იყოთ პედოფილი და გახდეთ მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, პედაგოგი შეიძლება იყოთ, მაგრამ თუ კი გაქვთ დეპრესია, შეიძლება მოხვდეთ რეესტრში, სადაც გამოიყენებენ ამ თქვენს მონაცემს, როცა გაუხარდებათ. თუ მე ბავშვობაში დამისვეს მაგალითად თმის წიწკნის დიაგნოზი, მკურნალობა გავიარე და მოვედი სრულ იმამდე ასაკამდე და მომინდა აღება მართვის მოწმობის, ვერ ავიღებ, იმიტომ რომ ამ რეესტრში ვარ. გეტყვით დღევანდელ შემთხვევას, როცა მოვიდა პაციენტი კლინიკაში დასაწოლად და პირველი ის იკითხა, რომ თუ თქვენ მე რეესტრში უნდა გადამცეთ, მე არ დავწვევ. თუ არ მოეწონებათ, არ მისცემენ მართვის მოწმობას, ვერ გახდება ექიმი. ან პოლიტიკურად გამოიყენებენ. თუ ხმას არ მომცემ, მე შენ დავუშვათ გამოგიმჟღავნებ რაღაცებს და შანტაჟის მექანიზმით შეიძლება იყოს. მოსახლეობის აზრი, რომ ეს მე არ მეხება, ვიღაცა გირს ეხება, არ არის ასე. ყოველ მესამეს გვაქვს ცხოვრებაში ერთხელ. გვეხება. მე თუ არა შეიძლება ჩემი შვილი იყოს, ჩემი და იყოს. ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს დეპრესია, შფოთვა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები. კონფლიქტში მყოფ საზოგადოებაში. ეს ჰიბრიდული ომიც არ შეწყვეტილა და ოკუპირებული ტერიტორიები გავრცელება არის ბევრად უფრო მაღალი ფსიქიკური აშლილობით. სადღაც 30% და მეტი. ყოველი მესამე ადამიანი უნდა შევიტანოთ რაღაცა რეესტრში, ეს ნიშნავს, რომ მომართვიანობა მინიმუმ განახევრდება. ვერ გვექნება დროული ჩარევა, აქ იქნება მხოლოდ დაგვიანებული შემთხვევები, როდესაც ეს შემთხვევები უკვე გადასული იქნება შესაძლებელია მაღალი რისკით მკურნალობა რეზისტენტულ ფორმებში. და ეს ზრდის აგრეთვე სუიციდის რისკს.